ბრისხანება გაიზარდა ირანის მიმართ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 59 ტომაჰავკი განათავსა ამერიკის ახალი ზეწოლის ცენტრში და ჰორმუზის სრუტე აქცია კრიზისის ყველაზე ცხელწერტილად ამ ხუთშაბათს 2026 წლის 11 ივნისს. რაც ჩანს, ეს არის მოკლე, მკაცრი და გათვლილი ქმედება, რათა თეირანი აიძულონ გაიგოს, რომ შედეგების გარეშე მოლაპარაკების დრო დასრულდა. ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეიძლება ძალით დაესხას ირანს, თუ რეჟიმი შეთანხმებას არ დათანხმდება, მას შემდეგ, რაც ჰორმუზის მახლობლად ამერიკული აპაჩის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამავე დროს პენტაგონი ზეწოლის რეჟიმში გადავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ისაუბრა თავდაცვის მიზნით განხორციელებულ თავდასხმებზე იმ სამიზნეებზე, რომლებიც ამერიკულ ძალებსა და სავაჭრო გემებს ემუქრებოდნენ და ირანმა ყველაზე მოსალოდნელი მუქარით უპასუხა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანის ლიდერები კონტაქტს ეძებდნენ მაშინ, როცა ბომბები ცვიოდა, ხოლო თეირანმა ამას მალევე უარყო, როგორც ყველა კუთხეში მიმწყდეული რეჟიმი აკეთებს, როცა ძალაუფლების შენარჩუნება სჭირდება. რა მოხდა, რატომ გახდა ჰორმუზი გამომწვევ ფაქტორად? როგორ მიაკენა ტრამპმა ირანს ზეწოლა? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე შინაარსის კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. ტრამპი კრიზისში შევიდა მარტივი კომბინაციით, შეზღუდული სამხედრო თავდასხმა, საჯარო მუქარა და შეთანხმებისთვის ღია კარი. მისმა განცხადებამ თეთრ სახლში ნათლად აჩვენა, რომ მიზანი მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდზე პასუხი არ იყო, არამედ ირანის მხრიდან ესკალაციის აღკვეთა. მოლაპარაკება გაჩიანურებად ექცია. როიტერის ინფორმაციით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ძალით დაარტყამდა, თუ მშვიდობის შეთანხმება არ იქნებოდა უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ამერიკული აპაჩი ჰორმუზის სრუტეში ჩამოაგდეს. მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკების შესაძლებლობა კვლავ არსებობს, თუ ირანი რეალურ შედეგზე ორიენტირებულ შეთანხმებას დათანხმდება, განსაკუთრებით ბირთვულ სფეროში. იმავე დღეს პიტ რაქსეფმა ფლორიდაში შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკული ძალები პრეზიდენტის ბრძანებით ირანში მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყამენ. ყველაზე მკაცრი ფრაზა იყო ის გზავნილი, რომ თუ საჭირო გახდებოდა ბომბებით მოლაპარაკება, შეერთებული შტატები ამასაც შეძლებდა. ეს განცხადება ოპერაციის ლოგიკას ხსნის. შეთანხმება კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ირანის რეჟიმი კრიზისის ტემპს მარტო ვერ განსაზღვრავს. ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნული თავდასხმა შეეხო სამიზნეებს, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ირანის სამხედრო მეთვალყურეობასთან, კომუნიკაციებთან და საჰაერო თავდაცვასთან. CENTCOM-მა განაცხადა, რომ გამოყენებული იქნა ზუსტი საბრძოლო მასალა იმ სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ძალებისთვის და ისთვის და რეგიონის წყლებში კომერციული მიმოსვლისთვის. ამ სამიზნეების არჩევა მნიშვნელოვანია. ეს არ ყოფილა ბრმად გადადგმული ნაბიჯი. მიზანი იყო ირანის შესაძლებლობების შემცირება თვალთვალის, მუქარისა და მოძრაობის შეჩერების კუთხით სპარსეთის ყურეში, ისე რომ კრიზისი დაუყოვნებლივ არ გადაზრდილიყო ღია ომში, ოკუპაციასა ან სახმელეთო შეჭრაში. Fox News-ის მიერ გავრცელებული ვერსია, რომელიც საერთაშორისო მედიაშიც განმეორდა, მიუთითებდა, რომ დონალდ ტრამპმა ისაუბრა 49 ტომაჰოკის ტიპის რაკეტის გამოყენებაზე ირანულ სამიზნეებზე. ოპერაციის ნაწილი მიმდინარეობდა იმ დროს, როცა ის ყველაფერს სიტუაციური ოთახიდან ადევნებდა თვალს. თეთრმა სახმა პოლიტიკური გზავნილი ღიად დატოვა. ირანის რეჟიმს ორი არჩევანი ჰქონდა: დათანხმებოდა მოლაპარაკების პირობებს ან გამკლავებოდა სამხედრო ძალის ახალ ტალღებს. ეს არის დეტალი, რომელიც ყველაფერს ცვლის. პრეზიდენტი არ გამოჩენილა ირანისთვის ბოდიშის მოხდით. ის გამოჩნდა და თქვა, რომ ჯერ კიდევ სურდა შეთანხმება, მაგრამ ეს შეთანხმება სისუსტის გამო არ იქნებოდა. ირანმა უპასუხა და სცადა ჰორმუზის შანტაჟის ცენტრად ექცია. რევოლუციურმა გვარდიამ და ირანულმა მედიამ ისაუბრეს სრუტის ჩაკეტვაზე და რეგიონში ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმებზე. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ბაჰრეინში განგაშის შესახებ და ქუვეითის საჰაერო სივრცის დროებით დახურვაზე, მაშინ როცა ირანი აცხადებდა, რომ აშშ-თან დაკავშირებულ ობიექტებს დაარტყა. ეს რეაქცია აჩვენებს, რომ თეირანი ცდილობს უპასუხოს იქ, სადაც ფიქრობს, რომ მეტი ძალა აქვს: რეგიონული ბაზები, სავაჭრო მარშრუტები, ნავთობი და გლობალური შიში. თუმცა ამ ნაბიჯმა ასევე გამოავლინა რეჟიმის სისუსტე. როდესაც ერის პასუხი არის მსოფლიო ვაჭრობის დამუქრება, ის აღიარებს, რომ ქაოსის გამოყენება სჭირდება, რათა მისი ხმა გაიგონ. CENTCOM-მა ირანის ვერსია ჰორმუზის შესახებ გააპროტესტა. მიუხედავად იმისა, რომ თეირანი სულ დახურვაზე საუბრობდა, ამერიკულმა სარგლობამ განაცხადა, რომ სავაჭრო გემები კვლავ შედიოდნენ და გამოდიოდნენ ჰორმუზის სრუტეში. ეს კონტრასტი პოლიტიკურ წაკითხვაში მნიშვნელოვანია. ირანს სურდა სრული კონტროლის შთაბეჭდილება შეექმნა. შეერთებულ შტატებს სურდა ეჩვენებინა, რომ მარშრუტი ირანის რეჟიმს არ ეკუთვნოდა და ნავიგაციის თავისუფლება კვლავ დაცული იყო.
აპრილიდანვე თავად სენტეკომმა გამოაცხადა ბლოკადები ირანის პორტებში შემსვლელ და გაგამომსვლელ ტრაფიკზე, თუმცა არ შეზღუდა იმ გემების მოძრაობა, რომლებიც ირანის პორტებთან არ იყვნენ დაკავშირებული. ეს ამყარებს ამერიკულ ლოგიკას. ზეწოლა განახორციელონ რეჟიმზე და არ მისცენ თეირანს მსოფლიოს დახურვის ძალა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ფარულად შეუწყო ხელი 100 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის ჰორმუზის სრუტეში გატარებას. Reuters-მა ეს განცხადება დააფიქსირა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა კონგრესს განუცხადა, რომ ნავთობის ნაკადის ზრდა სრუტეში ამერიკული სამხედრო მხარდაჭერით მოხდა. ტრამპმა ეს არგუმენტი გამოიყენა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი ქმედება დაეხმარა ფასების შენარჩუნებას და ბაზარზე კიდევ უფრო დიდი შოკის თავიდან აცილებას. საერთო საზოგადოებისთვის ეს დეტალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი კაბინეტური ანალიზი. ჰორმუზი მხოლოდ შორეული რუკა არ არის. როდესაც ირანი იმ გასასვლელს ემუქრება, ის ემუქრება საწვავს, გადაზიდვებს, ინფლაციას და ცხოვრების ხარჯებს სხვადასხვა ქვეყანაში. ირანის უარყოფა ტრამპთან კონტაქტებზე კრიზისში შევიდა, როგორც იმიჯის ომის ნაწილი. ტრამპმა თქვა, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა დარეკეს მაშინ, როცა თავდასხმები მიმდინარეობდა და სთხოვეს დაბომბვის შეწყვეტა. თეირანმა ეს სწრაფად უარყო. ცივი ანალიზი მარტივია. რეჟიმი, რომელიც ანტიამერიკულ პროპაგანდაზეა დაფუძნებული, ძნელად აღიარებდა თავდასხმების დროს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტს ეძებდა ზეწოლის შესამსუბუქებლად. უარყოფა შიდა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. ზეწოლა კი რეალურ სამყაროში მოქმედებს. და რეალურ სამყაროში ირანი უპირისპირდებოდა თავდასხმებს, ახალი სამხედრო რაუნდის მუქარას, ყატარის შუამავლობას და კიდევ უფრო მეტი გავლენის დაკარგვის რისკს მოლაპარაკების მაგიდასთან. ყატარის შუამავლობა აჩვენებს, რომ დიპლომატია არ მომკვდარა. Reuters-ისა და Axios-ის მიხედვით, ყატარის მოლაპარაკეები ცდილობდნენ პოლიტიკურ გამოსავალს კარი ღია დაეტოვებინათ, თუნდაც თავდასხმების შემდეგ. ოპერაცია რთული იყო, მაგრამ შეთანხმების კარი არ დახურულა. მან მოლაპარაკების მაგიდაზე ძალთა ბალანსი შეცვალა. ირანი აჭიანურებდა, საზღვარს ცდიდა და დროს იგებდა და ტრამპმა უპასუხა ისე, როგორც ძალაუფლების რეჟიმები ესმით, მყისიერი ფასით. ისრაელი ამ თამაში ფრთხილად ჩაერთო. ბოლოდროინდელმა რეპორტაჟებმა მიუთითეს, რომ იერუსალიმში შეშფოთებაა თუ რამდენად შორს მისცემდა ტრამპი ისრაელს უფლებას განეხორციელებინა ახალი ქმედებები ირანის წინააღმდეგ. ეს ეხმარება გაგებაში ამერიკული ნაბიჯის კიდევ ერთ ასპექტს. ტრამპს არ სურდა მხოლოდ უკონტროლო ესკალაციის დაშვება. მან სცადა ზეწოლის ცენტრალიზება ვაშინგტონში. ამის გაკეთებით შეერთებული შტატები გახადა პროცესის მფლობელი, შეაკავა მოკავშირეების საჭიროების შემთხვევაში და მიანიშნა, რომ ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებდა თეთრ სახთან და არა ერთდროულად გახსნილ ფრონტებთან. ისტორიული ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ირანს ახსოვს ამერიკული ყოფნის ისტორია სპარსეთის ყურეში. 1988 წელს. ოპერაცია Praying Mantis-ის დროს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს, მას შემდეგ რაც ფრეგატა U Samuel B. Roberts-ი თავდასხმის ობიექტი გახდა. იმ ეპიზოდის გაკვეთილი ყოველთვის თანსდევდა თეირანს. როდესაც საზღვაო დაპირისპირება მუქარიდან პირდაპირ შეჯახებაში გადადის, ირანისთვის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. Donald Trump-ი ამ სტრატეგიულ მეხსიერებას თანამედროვე ფორმით იყენებს. ახლა უკვე დრონებით, რადარებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ფრთოსანი რაკეტებით და ინფორმაციული ომით რეალურ დროში. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სიმართლე და შეგინარჩუნო ინფორმირებულობა. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.